Dararididam darididam dararididam darididam daram darididam dararididam darididam daram darididam ნახევარ ხეზე ჩამოვაცვი. უი ეს რა არის? არ ვიცი, მოდი დედიკოსთან გავიცი. დედა, ნახეთ ას ხეზე რას როგორც ჩანს ბატონებს უნებებია ჩვენთან მობრძანება. დიდება მათ სახელს წამოდი. მოდი დედობანა ვითამაშო. ვიდა თაჯინასაც ბატონი. მე გელმოჩა ჩავაცვი. Baushi მე ამას მესხეთში სახადებს ყვავილ ბატონებს ეძახიან და როდესაც ოჯახში ყვავილი, ანუ სახადი გაჩნდება, იტყვიან: ბატონები მობრძანდნენო. ამ დროს ოჯახში არაფერს გააკეთებენ, ბატონები გაგვიჯავრდებიანო. დედა ბუხარში ცეცხლს ვერ დაანთებს. ვერც საქმეს მიუჯდება. ამ დროს იგრძალება ხმაური, ყოველგვარი ზედმეტი ჩხუბი, გაფრაზება და თანაც მძაფრი სუნი. ყვავილიან ავადმყოფს არ წამლობენ. მას მხოლოდ დადგმობა უნდაო. ამიტომ უმღერიან იავნანას და ასევე ართობენ სხვადასხვა საკრავებზე დაკვრით. ავადმყოფს შეუკრავენ ტაბლას, რომელზედაც დაალაგებენ ტკბილეულს, დამტკბარ წყალს, შეღებილ კვერცხებს. ნუცა კვერცხები მომიტანე დედიკო. მადლობა. ისა და ვარდის სურნელოვანი ნაყენით მოაპურებენ არემონს. ნიტა, ის წყალი მომიტანე დედიკო. მადლობა. მოიცა არ წახვიდე. წინათ თაფლის ფიჭას ცეცხლზე ადნობდნენ და ისე აცალკევებდნენ სანთელ ფიჭისაგან. უცეცხლოდ გამოღებული თაფლი სამკურნალოდ ითვლებოდა, ამით ბატონებს დაადგმობდნენო. თუ ავადობა გართულდა, ავადმყოფს დაუნთებენ კაკლის ბაზმას და სამჯერ შემოუვლია. განსაკუთრებულ შემთხვევებში მუხლზე ხოხვით. ბატონების დედასაო, იავნანინაო. ამწრის აკვანი მდგია, იავნანინაო. თუ ამანაც ვერ უშველა, მაშინ ბატონების დედას საწირს შეუთქვამენ და მას იავნანას უმღერიან. მესხეთში ბატონების დედა წმინდა ბარბარეს სახელს უკავშირდება. მძიმე ავადმყოფობის დროს პირველყოვლისა ცდილობენ გამოარკვიონ, რომელი წმინდანის დამიზეზებით არის ბავშვი ცუდად. ამისათვის ძველ მესხეთში მიმართავდნენ ასეთ წელს. აიღებდნენ ფთილის დაახლოების წესი ცნობილი იყო სხვა კუთხეებშიც. აიღებდნენ ფთილას და დაახვევდნენ ორ კეცად. თითოეულ ფთილას დაარქმევდნენ იმ წმინდანის სახელს ან ხატს, რომლის დამიზეზებითაც შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვი ცუდად. აი ორ კეცად დაახვევდნენ თითის ტარზე ან ხის ეს ტკოўზე. შემდეგ ჩაასხამდნენ წყალს თასში და დაელოდებოდნენ. როდესაც თილა გაიხსნებოდა, რომელი წმინდანის სახელზეც გაიხსნებოდა, ის წმინდანი იყო ამ დამიზეზების მიზეზი. თუ ავადმყოფობა დამძიმდებოდა, ხატს დიდებას შეუთქვამდნენ.
ამ მიზნით ორი დედაკაცი ჩამოივლიდა კარდაკარ და მეზობლებს დაუძახებდა. მეზობლებო, დიდებას დავდივართ, რასაც გაიმეტებთ გვიწყალობეთ. ზოგი პურს აძლევდა, ზოგი კვერცხებს, ზოგი ყველს, სანთელს. დიდი მადლობა. ამ ყველაფერს გაყიდიდნენ, ფულით თეთრ ტანისამოს იყიდიდნენ და ავადმყოფს ჩააცმევდნენ. თეთრებში გამოწყობილ ავადმყოფს ხელში კელავთრით მიიყვანენ დათქმულ სასწაულთან, ანუ ხატთან, და ხატს შეევედრებიან მის განკურნებას. ანთებულ სანთლებს ხატზე მიაკრავენ, ავადმყოფი თეთრებს იქვე იხდის და სტოვებს. დათქმულ ხატს ბატონების მოსარჩენად პირობებს შეუთქვამდნენ. შენ კარზე საღმრთოდ მოვალო, შენი კარის კენჭი 1 წელიწადი ყელზეთ ვატარო. ფეხში შველი და მუხლის მოყრით შემოუარო შენს წმინდა ადგილსაო. თეთრი ტანისამოსით მივიდე შენს კარებსედაო. როდესაც ავადმყოფი მორჩენაზე გადავა, ბატონების გასაცილებლად გამოაცხობენ კოკრებს და ბოძზე ჩამოკიდებენ, რომ ბატონები ოჯახიდან გაგზავნენო. მესხური კოკორა ტრადიციული ფოდოლასგან განსხვავდებოდა ზომით. ის უფრო მცირე ზომის იყო, გული მასაც ამოჭრილი აქვს. მას აცხობდნენ, სანამ ფურნეში განელდებოდა სიმხურვალე. როგორც მესხები ამბობდნენ, მოზელილია მარგებლადო, ანუ კოკორა იზილებოდა რძეზე ან შრაგზე, რაც მას ხანგრძლივი დროით უნარჩუნებდა სიფუმფულეს. მესხები პირს არ დააკარებდნენ ბატონებისთვის გამომცხვარ კოკორას, რადგან ბატონები აგვიჯანყდებიანო. ცნობილია, რომ ძველად საქართველოში ხის გარკვეულ ჯიშებს საკრალური დატვირთვა ჰქონდა. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მუხას. ამიტომ მინდა მოგიყვეთ ერთი ძალიან საინტერესო რიტუალის შესახებ, რომელიც მესხეთში, კონკრეტულად კი სოფელ ტენაში, გასული საუკუნის პერიოდშიც კი არის დაფიქსირებული. ახალ ფეხადგმულ ბიჭს მიიყვანდნენ მუხასთან და შემოავლებინებდნენ წყეს მის გარშემო ცეკვით. ამ დროს ასრულებდნენ სიმღერას, რომელიც შეიცავს რეფრენს. ყველა მუხლში მეორდება მამლი მუხასაო. შეიძლება გვეფიქრა კიდეც, რომ ეს არის სიმღერა მამლი მუხასა. მაგრამ ეთნოპორი, რომელიც აწერინებდა ამ რიტუალის სვლელობას და დეტალებს, ასახელებს მას როგორც ნანას. გამოდის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სარიტუალო, საწესჩვეულებო ნანასთან და არა დასაძინებელ ნიმუშთან. ამ სიმღერის ტექსტი კი ასეთია. შემოუარე შემოცეკვნენ მამლი მუხასაო, არეტირო გენაცვალე მამლი მუხასაო,
გადახედე ბუხარსაო, მამლი მუხასაო. ბაბო ცეცხლს ამზადებსაო, მამლი მუხასაო. საჭეს აკრავს უხასაო, მამლი მუხასაო. ბილეულსაც გამოგიცხობს, მამლი მუხასაო. თან მიატას სუხარსაო, მამლი მუხასაო. მალე შვილო გაიზრდები, მამლი მუხასაო. ხარ შეაბამ უღელსაო, მამლი მუხასაო. იმღერამ და ბანსა მისცემ, მამლი მუხასაო. დაამშვენებ ყანასაო, მამლი მუხასაო. ძველად სწამდათ, რომ ცოცხალ ჯანსაღ ხეს ავადმყოფობის შეწოვის უნარიც გააჩნდა. საინტერესოა, რომ ბატონების დაბრძანების დროს სამცხეშიც და ჯავახეთშიც სცოდნიათ ხეზე იავნანის დამღერება. ბავშვს უმღეროდნენ იავნანას. მერე ბავშვი შემოეხვეოდა ხეს და განიკურნებოდა. ქვეშ გაუშლი ხალიჩასა, წავლენ და დაბრძანდებიან ხავერდივი